ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციების თანახმად სტომატოლოგიური კლინიკები და სილამაზის სალონები ინფექციური დაავადების კონტროლის მიზნით შემოწმდება. სამინისტროში განმარტავენ, რომ მონიტორინგი ცეჰეპატიტის პრევენციას ემსახურება. კონკრეტულად რას გულისხმობს მონიტორინგი და როგორ აფასებს ახალ ინიციატივას თავად მომხმარებელი, ნახეთ მარიამ სოლოღაშვილის სიუჟეტი. სილამაზის სალონისა და სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურებით მოსახლეობის თითქმის 80% აქტიურად სარგებლობს. თუმცა რამდენად უსაფრთხოა ეს მომსახურება ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამას ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციები ამიერიდან მკაცრად გააკონტროლებს. პირველ ეტაპზე აღნიშნულ ობიექტებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს დაიწყებენ. ასევე თითოეულ ობიექტს გადაეცემა კითხვარები, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ინფექციური კონტროლის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ობიექტების შენიშვნების გამოსწორების გათვალისწინების მიზნით ხელმეორედ 2 თვის ვადაში გადამოწმდებიან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქაც ჩავთო საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ამ შემთხვევაში რეგულაციის სააგენტო არ ღებულობს მონაწილეობას შემოწმებებში, ეს არც მონიტორინგი არ შემოწმება, ეს არის გაცნობითი ხასიათის თქვათ ღონისძიებები, ჩვენები მიდიან, აქაც შეიქმნა კითხვარი, აქაც არის თქვათ ზუსტი ინფორმაცია მისაღები იმის შესახებ, თუ რა ხდება ინფექციური კონტროლის თვალსაზრისით შეგნით. ახალი რეგულაციების დროულად ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობენ მოქალაქეები. მათი განმარტებით სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებში იარაღების სტერილიზაცია აქამდეც ხდებოდა, თუმცა რამდენად უსაფრთხო იყო ეს მათი ჯანმრთელობისთვის, ამის პასუხისმგებლობას არავინ იღებდა. თუ კონტროლი იქნება და არ ექნება უფლება თუნდაც სალონს, თუნდაც სტომატოლოგიურ კლინიკას, რომ ჩუმად რაღაც, ჩუმად მოიხმაროს არასტერილიზებული ნივთი, ამის სასურველია კონტროლი გამკაცრებული იყოს. ჯარიმები უნდა არსებობდეს. კონტროლი მიმაჩნია, რომ აუცილებელია. თუმცა აქვს სალონების უმრავლესობას იარაღებსაც უკეთებენ დეზინფექციას, რაღაც აპარატები აქვს და ფრჩხილებზე მაგალითად სითხესაც ხმარობენ ასხამენ სავარაუდოდ ის სოკოს საწინააღმდეგო სითხეა. მაგრამ ეხლა რამდენად ეფექტურია ამის შემოწმება, რა თქმა უნდა, მომხმარებას არ შეუძლია. ამიტომ ეს კვალიფიცირებმა სამსახურმა უნდა შეამოწმოს. ახალი რეგულაციების თანახმად შემოწმება ქვეყნის მასშტაბით ქალაქებსა და რეგიონებში უკვე დაიწყო.